მესაუბრებით უჩენანუაშოს დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ჩვენს ყოფილ სახალხო დამცველს, დილამშვიდობის ბატონო უჩენანუა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რაღაც პროცესებს, რასაც ჩვენ უყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, ახლა დღეს ლინჩზე ბევრს ისაუბრებენ და ნამდვილად რთულია რომ არ გავიხსენოთ, იმიტომ რომ ძალიან გავს რაღაცებით, აი ეს არარაციონალური ამოხეთქვებით მათ შორის, რასაც ვნახულობთ ბათუმში, მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე, რასაც ვხედავთ თბილისში, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. გვინდა რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვისაუბროთ, მაგრამ დავიწყოთ სასამართლოთი. იმიტომ რომ ყველაზე აბსურდული სწორედ სასამართლოს მიმართულება არის. ყველაზე უფრო ტრაგიკული, დრამატული და მძიმე შედეგების მომტანი. როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც თქვათ მზია ამაღლობელი საქმის გარშემო განვითარდა? ჩვენ ვალდებულებაა რომ ამ თემაზე სულ ვისაუბროთ და არ დავივიწყოთ ეს საქმე. ნამდვილად შეიძლება პირდაპირ თქვას რომ ხანდახან რომ პირდაპირ ჩვენ საუბრობთ საქართველოზე, ხო რაც ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით როგორ ვითარდება მოვლენები და რა ფაქტებზე ვსაუბრობთ. ნამდვილად სიურრეალიზმში ხანდახან შეიძლება რომ მაგაც გავდეს და ის რაზეც დაუშვათ წლების წინ ხდებოდა რუსეთში, ხდებოდა ბელარუსში, ხდებოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მეზობელ აზერბაიჯანში, დღეს პრაქტიკულად ეს ყველაფერი ხდება საქართველოში. მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება ასეთი გაუგონარი გადაწყვეტილება, დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები პრაქტიკულად არიან და მარტო მზია არ არის, ხო არის ასევე კიდევ სხვა მეორე ადამიანიც, იგივე ბათუმელების წარმომადგენელი, რომელიც ასევე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დაკავებული იყო სწორედ საკუთარ მის საქმიანობის გამო, მისი პროფესიის გამო და იმის გამო, რომ ის იღებდა კონკრეტულად და ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა. რაც ხდება ზოგადად ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ არის რაღაც კულმინაცია უკვე, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მთელი წლების განმავლობაში პრაქტიკულად იყო მზადება ამისთვის, რომ პირდაპირ რეპრესიები განხორციელებული იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტების იმ კუნძულების მიმართ, რომელიც ქვეყანაში შემორჩენილი იყო, მათ შორის მედიაში, მათ შორის სამოქალაქო სექტორში თუ პოლიტიკურ სპექტრში და დღეს უკვე პრაქტიკულად ხორციელდება ეს რეპრესიები და ხორციელდება ისეთი მასშტაბით და ისეთი მეთოდებით, რომ მოსახლეობას კონდეს რაღაცნაირად განცდა, რომ აქ ხელშეუხებელი არავინ არ არის, რომ ყველაზე ცნობილი მედია გამოცემის წარმომადგენელიც კი, რომელსაც სხვათაშორის აქვს მიღებული არაერთი საერთაშორისო პრიზი, სწორედ ასეთი ობიექტური მუშაობის გამო, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება ხდება და დაკავება ხდება ასეთი ადამიანის, რა თქმა უნდა და მედიის წარმომადგენლის, რა თქმა უნდა ეს გამიზნულია იმისთვის, რომ გააჩინოს განცდა, რომ არავინ არ არის ხელშეუხებელი და სწორედ რეჟიმი ასე მოქმედებს. დღეს მისთვის მთავარია აბსოლუტურად ყველა ასეთი დამოუკიდებელი კუნძული, რომელიც საქართველოში კვლავ არის შემორჩენილი, გაანადგუროს, თუმცა რა თქმა უნდა მას დიდი წინააღმდეგობა ხდება, ის პრაქტიკულად ვერ ახორციელებს საკუთარ გეგმებს. ხო, პრაქტიკულად პირიქით ჩვენ თუ ვხედავთ ერთის მხრივ რეპრესიების მასშტაბებს და თუ გავაანალიზებთ ხო უბრალოდ რაც მოხდა თუნდაც ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც მიღებული იქნა რუსული კანონი, კი ერთის მხრივ ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად უფრო გამოიყენოს უფრო მკაცრი მეთოდები, უფრო ხისტი მეთოდებით საზოგადოებაში რაღაც შეცვალოს კანონები იმისთვის, რომ პრაქტიკულად პროტესტი ჩააცხროს, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავთ ჩვენ სხვა რამ. მეორეს მხრივ ხედავთ, რომ საზოგადოება როგორც არასდროს არის კონსოლიდირებული, გაერთიანებული, პრაქტიკულად ყველა უკვე შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩა საზოგადოებაში ჯგუფი, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა პროტესტში და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელის საქმე არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქმე და იქნება მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს იმ სასამართლო სისტემასთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ხომ, მინიმუმ ის რომ მათ უბრალოდ ელემენტარული ტესტი ვერ ჩააბარეს, როდესაც თვითონვე მონაწილეობდნენ იმ კონკრეტულ საქმეების განხილვაში, სადაც ისინი მხარეებად იყვნენ იმ ცნობილი კორპორატიული საღამოსთან დაკავშირებით, ხო, როდესაც ადამიანი მოსამართლე პრაქტიკულად არის პროცესის მონაწილე და 2 დღის შემდეგ ის მონაწილეობს სასამართლო პროცესში, ეს აბსოლუტურად არის რა თქმა უნდა ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა და მათ მინიმუმ დაეცილებინათ იქ მონაწილე მოსამართლეს უნდა აეცილებინათ ასეთ საქმეები, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს პირიქით მაქსიმალური მიუსაჯეს, ხო ნახეთ ხო 10-12 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა, ანუ მაქსიმალური სანქციები გამოიყენეს დემონსტრანტების მიმართ და ეს არის ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უკვე პირდაპირ ანუ რეპრესიები უკვე პრაქტიკულად დაწყებულია უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ქვეყანა ამ წელს შეხვდა უკვე 50-ზე მეტი პოლიტპატიმრით და ეს არის ალბათ ის ახალი გარემოება, რომელიც მაგალითად იგივე გასულ წელს არ იყო, ხო ამდენი.
თუ იყო ერთეული შემთხვევები იგივე მედიაზე ზეწოლის, ხომ? თუ იყო ის რომ არ ხდებოდა გამოძიება საქმეების, ჩვენ ხედავთ რომ ეს შეტევა უფრო არის ფორსირებული, არის სისტემური, არის მასშტაბური და ხელისუფლება პრინციპში პირდაპირ შეიძლება არის გადასული შეტევაზე იმისთვის რომ ამოქოლოს აბსოლუტურად ყველა ის ხმა, ის მედია საშუალება, რომელიც პრაქტიკულად არ ხუჭავს თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ყველაფერზე საუბრობს. ანუ მათ აღარ დარჩათ რეალურად, ანუ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის პრაქტიკულად მიტაცებული, პირდაპირ შეიძლება ითქვას და რაც რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ჩემთვის. მათ შორის ის ინსტიტუტი, სადაც მე მუშაობდი 5 წლის განმავლობაში და დარჩენილი არის მხოლოდ ეს თავისუფალი ორგანიზაციები და სწორედ ამიტომაც არის მასირებული შეტევა ორგანიზაციებზე და ხელისუფლება ცდილობს ასეთი მასშტაბური შეტევის გამოყენებით რაღაცნაირად მოახდინოს გავლენა მინიმუმ ხელი შეუშალოს ამ ორგანიზაციებს რომ რაღაც თუნდაც დროებით ვერ იმუშაონ მეორე მხრივ რა თქმა უნდა მაინც მთავარი მოტივი მე ვფიქრობ რომ არის საზოგადოების დაშინების მცდელობა რეალურად ამ ყველაფრის უკან არის რომ საზოგადოება დაშინდეს პროტესტი შეწყდეს აღარ გაგრძელდეს და სწორედ აქეთკენ მიმდინარეობს ანუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად არის კიდევ ერთი რიგითი გადაწყვეტილება რაც ხდებოდა მანამდე შეიძლება სხვა მასშტაბით მაგრამ პრაქტიკულად არის იმის გაგრძელება ხომ ჩვენ გვახსოვს 5 ივლისის მოვლენები, როდესაც 50 ჟურნალისტი წინააღმდეგ იქნა ძალა გამოყენებული, ერთ-ერთი მათგანი იქნა შემდეგ ასევე მოკლული პრაქტიკულად და რეალურად ეს საქმეც არ ყოფილა ბოლომდე გამოძიებული და პრაქტიკულად არავინ დასჯილა. ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის გაგრძელება ამ პოლიტიკის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. რამე ახალი მე ვფიქრობ რომ ეს ნამდვილად არ არის. 5 ივლისი ახსენე და ჩემთვის მაგალითად აი როცა ვლაპარაკობ ამ ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებებზე, ყველა ჩვენი ემოცია გვაკავშირებს რაღაცა სხვა ამბავთან. ხო იმდენი წელი გავიდა და იმდენი რაღაც მოხდა რომ ყველას რაღაცა სხვადასხვა შეგვეხო ემოციურად, ხო? ჩემთვის გარეჯის საქმესთან ერთად მათ შორის 5 ივლისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძიმე დანაშაული, რაც ამ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი, იმის გამო, რომ ეს იყო და ეს მე გამოჩნდა კნეფსებით, რომელიც გახდა საჯარო ხო, რომელიც გამოიტანეს სუსიდან, რომ ეს იყო პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაორგანიზებული სპეცოპერაცია. იმიტომ რომ გასაგებია ქვეყანაში შეიძლება მოხდეს დაიძაბოს ხო, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთობა ხო, თქვათ ვიღაცის ემოციებს შეეხოს რაღაც ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, გვინახავს ჩვენ ეს. აი მაგალითად იგივეს ვერ ვიტყოდი 2013 წლის 17 მაისზე, რომელიც უძიმესი დღე იყო. მაგრამ 5 ივლისი არსებითად განსხვავებული მოვლენა არის, იმიტომ რომ მთლიანად თავიდან ბოლომდე იყო ხელოვნურად დადგმული სისხლისღვრა თბილისის ქუჩებში სახელმწიფო სამსახურის მიერ, ხო და ოღონდ უნდა ვაღიაროთ, რომ 5 ივლისის მერე დეგრადაცია ამ მიმართულებით უფრო ბევრად უფრო შორს წავიდა ეს ყველაფერი, ეს პროცესები, ხო? ეხლა ჩვენ რასაც წინა საარჩევნო პერიოდში ხედავთ, რასაც არჩევნების შემდგომ ხედავდით, ხო? რასაც ხედავდით ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც მარბიელი რაზმები, გაურკვეველი წარმოშობის თბილისის ქუჩებში ცემდნენ ჟურნალისტებს, ცემდნენ ადამიანებს და არავინ დასჯილი არ არის ამ მიმართულებით, ხო? ძალაუფლების რა ტიპის მოდელზე ვლაპარაკობთ საერთოდ? იმიტომ რომ ხელისუფლება გულისხმობს ძალაუფლების მონოპოლიას, უბრალოდ ძალის გამოყენების მონოპოლიას. ეს არის თავრობა მარტივად რო ვთქვათ, თოფიანი კაცები არიან მხოლოდ თავრობაში, რომელსაც აქვს უფლება რომ ძალა გამოიყენოს ლეგიტიმურად. ხელისუფლება თითქოს აი ამ თავარი სახელისუფლებლო პრინციპის გადახედვას აკეთებს რაღაცნაირად და ჩვენ ვხედავთ რომ არა მარტო გედედეს თანამშრომლები ძალადობენ, არამედ უფლება აქვს ძალადობის ამ რაღაც მარბიელ რაზმებსაც. რამდენ საშიშია ეს მოვლენა? რა თქმა უნდა, ეს 5 ივლისის შემთხვევით არ ვახსენე, სწორედ ერთ-ერთი წყალგამყოფ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო, სადაც გამოჩნდა, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად სისტემურად ძალადობს ჟურნალისტებს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი განსხვავებული აზრი და კი, მესმის რომ შესაძლოა ყველგან მოხდეს რაიმე ინციდენტი, რაიმე ძალადობა ჟურნალისტის მიმართ, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება შემდეგ, ხომ შესაძლოა რაღაც ინციდენტი მოხდეს, მაგრამ როგორი რეაგირება აქვს სახელმწიფოს რა ხდება ხო რა როგორ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები, ხო ანუ რა რეაგირება აქვს კონკრეტულ ასეთ დანაშაულზე, ეს არის ალბათ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენ დავინახეთ რომ პირიქით ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩაიფარცხა ეს დანაშაულებები ჯერ კიდევ მაშინ. და მას შემდეგ ხო ანუ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დაგროვდა შესაბამისად ასეთ შემთხვევები, როგორც ესახება როგორც ძალის გადამეტებულ გამოყენებას, როგორც მშვიდობიანი დემონსტრატების მიმართ, ასევე ცემის წამების ფაქტები დაგროვდა უკვე, სადაც პოლიციასთან ერთად გაურკვეველი ჯგუფები მონაწილეობენ. ხო თვითონ პოლიციელები ამბობენ, რომ ესენი პოლიციელები არ არიან რაღაც გაუგებარი წარმონაქმნები და ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს
პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე, აქციის მონაწილეებზე და აქაც იგივე პრობლემაა. ანუ ჩვენ ნახეთ რომ რეაგირება არ არის, რეაგირება არის მხოლოდ ერთ მხარეს. მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეების, მხოლოდ მედიის წარმომადგენლების მისამართით ხდება და ეს არის ალბათ ერთგვარი ნიშანი რომ ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო, ეს უკვე აღარ არის ის სახელმწიფოს ნიშანი, როდესაც სახელმწიფოს რაც აქვს მინიჭებული ლეგიტიმურად ხომ ის ძალაუფლება და მისი გამოყენება, როდესაც ის უკვე არღვევს ასეთ ფუძემდებელ პრინციპებს, ხომ? ის უკვე შეიძლება ითქვას, რომ აღარ შეიძლება რომ ჩაითვალოს უკვე სახელმწიფოდ, ხო? როდესაც პრაქტიკულად ანიჭებს რაღაც ჯგუფებს ყოველგვარი კანონის დარღვევით, ყოველგვარი რაღაც სამართლების საფუძვლის გარეშე ანიჭებს რაღაც უფლებამოსილებას, როდესაც გამოყენებული არის რაღაც მათ შორის ოპონენტების წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად, ხო? რაღაც ძალები, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი არ იცის. მათ შორის იმ მინიმალურ ვალდებულებასაც კი აუქმებს, ხო, მაგალითად 2021 წლამდე პოლიციელებს იგივე გერდეს თანამშრომლებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდათ, ხო, იმისთვის რომ მათი იდენტიფიცირება მოხდარიყო, იმისთვის რომ თუ კი ოდესმე მოხდებოდა მათი რაიმე ბრალდება, მათ მიმართ რაიმე ბრალდება ყოფილიყო, შესაძლებელი ყოფილიყო მათი ამოცნობა და იდენტიფიცირება. ხო, 21 წლის შემდეგ ეს ჩანაწერიც გაუქმდა პრაქტიკულად კანონმდებლობიდან და ხელისუფლება პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ სწორედ ასეთ არაფორმალურ ჯგუფებს ასეთ ძალებს გადაეცეს ძალაუფლება და პრაქტიკულად ამიტომაც არის ყველაფერი ამოარდნილი. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, იგივე ხო დეპუტატების მხრიდან, ეგრეთ წოდებული დეპუტატების მხრიდან ძალადობა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ალბათ ეს ძალადობის არა, რაღაცნაირად სიგნალი თავიანთი მომხრეების მიმართ, რომ უფრო მეტია, მე ვფიქრობ, რომ წახალისებაზე უფრო დეპუტატი ესე ვთქვათ ძალადობს კონკრეტულ მოქალაქეზე ამ შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ სიძალოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ არ იჭრება დამატებით ამის გამო, ხო? ახალისებაზე მეტიც არის. ძალოვნები ამ შემთხვევაში არაბეთ აი დოლიძის შემთხვევა მაგალითად, როდესაც მიუვარდნენ ბიტებით, ეგრეთ წოდებული ბიტებით დაუშვათ და გაფიცვის დროს პრაქტიკულად დაარბიეს ადამიანები, აღმოჩნდა რომ მე ისინი არიან მერიის თანამშრომლები და მათი დასჯა არ ხდება, აი ველოდებით და არ ხდება. სწორედ ეს არის, რომ არამხოლოდ წახალისება არის, არამედ პრაქტიკულად ინსტრუმენტალიზება ხდება ასეთი ბარბიელი ჯგუფების, ბანდიტური დაჯგუფებების, როცა ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენოს ინსტიტუტები და ის ძალის გამოყენების შესაძლებლობა, რაც მას გააჩნია, ლეგალურად გამოიყენოს, თუ კი ამის საფუძველი არსებობს, ის პირიქით ასეთ უკანონო, არაფორმალურ ბანდიტურ ფორმირებებს იყენებს და ხდება ერთ-ერთი დასაყრდენი ხელისუფლების და ეს გამოჩნდა უკვე არაერთ შემთხვევებში. მათ შორის აქციების დარბევის დროს, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში, თუნდაც იგივე საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ აქაც ნახეთ, რომ ხელისუფლების რეაქცია ასეთ შემთხვევებზე იყო პრაქტიკულად ნული, არაფხოლოდ ნული, პრაქტიკულად ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ეს ძალები არიან პრაქტიკულად ხელისუფლების სახე. ისინი ახორციელებენ ძალაუფლებას მოსახლეობაზე და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად დღითი დღე კარგავს იმ ნიშნებს, რომელიც მას გააჩნია, ხო, სახელმწიფოს და ეს გასაგებიც არის. მithumetes როდესაც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნები ქვეყანაში არ ყოფილა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ლეგიტიმური არ არის ხელისუფლება, მათ უკვე დაკარგეს ის მთავარი, რაც გააჩნდათ, ანუ ეს არის ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ მათ შეინარჩუნონ ძალაუფლება, პრაქტიკულად ყველა იმ მეთოდის გამოყენება ხდება, რასაც ადგილი ჰქონდა სხვათა შორის იგივე 90-იანებში, ხო, პრაქტიკულად აი ყველა ეს შემთხვევა, ხო, რომ შევადაროთ, იქ პრაქტიკულად იდენტური ინციდენტებია.